სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად ჩანს, რომ გამოკითხულთა 61.7% ფიქრობს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება, მხოლოდ 34.8% მიიჩნევს, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება, თუმცა ერთმნიშვნელოვანი დადებითი დამოკიდებულება მხოლოდ 12.2%-ს აქვს. ასევე ამას გარდა გამოკითხულთა აბსოლუტური უმრავლესობა 82%-ზე მეტი მიიჩნევს, რომ საქართველოში პოლიტიკური კრიზისია, ხოლო 12.3% ამბობს, რომ ქვეყანაში კრიზისი არ არის. ასევე იყო დასმული შეკითხვა იმასთან დაკავშირებით, თუ რა გამოხატავს ქვეყანაში საქართველოს პოლიტიკურ კრიზისის არსებობას და ამასთან დაკავშირებით გამოკითხულთა 38.6% ერთპარტიულ პარლამენტს ასახელებს, 33.7% მასობრივ საპროტესტო გამოსვლებს ასახელებს, რომლებიც ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით იმართება, ხოლო 24% კი პროტესტის მონაწილეების მიმართ ფიზიკურ ანგარიშწორებას და ასევე უკანონო დაკავებასაც მიიჩნევს. ქვეყანაში არსებულ კრიზისზე პასუხისმგებლობას კი გამოკითხულთა 78%-მდე ქართულ ოცნებას აკისრებს, 24% აკისრებს ბიძინა ივანიშვილს ამ პასუხისმგებლობას, ხოლო 16% აკისრებს ერთიან ნაციონალურ მოძრაობას. ეს არის აქ კიდევ სხვა მაჩვენებლებიც არის მითითებული, თუმცა მე წაკითხეთ ყველაზე მაღალი მაჩვენებლები ამ დროისთვის და ასევე კვლევის ფარგლებში გამოკითხულებს დაუსვეს შეკითხვა, თუ რომელია სამი ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა, რომელიც დგას დღის წესრიგში ქვეყანაში და პირველ რიგში გამოკითხულთა 46.15%-მა დაასახელა ფასების ზრდა, შემდეგ უკვე 42.1%-მა დაასახელა უმუშევრობა, ხოლო 21% ასახელებს ემიგრაციას საქართველოდან. ასევე საზოგადოებას კვლევის ფარგლებში დაუსვეს კითხვა, თუ როგორ აფასებენ ირაკლი კობახიძის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომ არ დააყენოს დღის წესრიგში ევროკავშირთან მოლაპარაკებები 2028 წლამდე და აქ უკვე გამოჩნდა, რომ 48%-ისთვის სრულად მიუღებელია ეს გადაწყვეტილება, დაახლოებით 19%-ისთვის უფრო მიუღებელია, ვიდრე არის მისაღები. ასევე იყო შეკითხვები საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით, რას ფიქრობენ მოსახლეობა საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით, რომლებიც ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით იმართება, 39.7% სავსებით ემხრობა ამ საპროტესტო აქციებს, რომლებიც იმართება, ხოლო 19.77% სრულად არ ემხრობა ამ საპროტესტო აქციებს და ასევე საზოგადოებას დაუსვეს კითხვა, ვის მისცეს ხმა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში და აქ გამოჩნდა, რომ გამოკითხულთა 51.3% აცხადებს, რომ ხმა ოპოზიციურ პოლიტიკურ ძალას მისცა, 32% კი აცხადებს, რომ ხმა ქართულ ოცნებას მისცა და აქვე იყო 17%, რომლებმაც უარი განაცხადეს პასუხზე. სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის მიერ იანვარში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევა განხორციელდა მთელი ქვეყნის მასშტაბით. გამოიკითხა 2000 რესპონდენტი პირისპირ ინტერვიუს მეთოდით და რესპონდენტები ასევე შეიჩნენ ოჯახში შემთხვევითი წესით და კვლევის შედეგები უზრუნველყოფს პლუს-მინუს 2.2% შერჩევის ცდომილებას მთლიანი შერჩევისთვის, ასევე 95%-იანი სანდოობით და გამოპასუხების წილი გახლდათ 74.4% და საველე სამუშაოები განხორციელდა 2025 წლის 18-დან 30 იანვრის შუალედში, ხოლო კვლევის დონორები გახლავთ სამოქალაქო საზოგადოების ფონდი და საქართველოს გაეროს ასოციაცია.